მოგესალმებით, მე ვარ ირაკლი გოგუხი, ანესთეზიოლოგი. დღეს მინდა გესაუბროთ მონიტორინგის როლზე ანესთეზიაში. სანამ კონკრეტულად დავიწყებდე საუბარს, მინდა გაჩვენოთ მონიტორი N17, ეს არის მინდრეის წარმოების მონიტორინგი, რომელიც არის მთლიანად touch screen-ზე და მასში არის ინტეგრირებული ყველა ის არაინვაზიური და ინვაზიური პარამეტრები, რაც ჩვენ გვჭირდება ნებისმიერი ტიპის ოპერაციის, ასე ვთქვათ, ჩასატარებლად, ეს იქნება კარდიოქირურგია, ტრანსპლანტაცია თუ ნებისმიერი სხვა ქირურგიული მიმართულება. დღეს მე მინდა გავამახვილო ყურადღება 100 სტანდარტულ მონიტორინგზე, რომელიც 2002 წელს ამერიკის ანესთეზიოლოგთა ასოციაციამ დაამტკიცა როგორც უსაფრთხო მონიტორინგი ყველა იმ პაციენტისთვის, რომელიც გადის ზოგად ანესთეზიას და ეს ყველაფერი შედგება 5 პარამეტრისგან, ეს არის EKG, ელექტროკარდიოგრამა, სატურაცია, ანუ ჟანგბადის გაჯერება სისხლში, ამონასუნთქში CO2-ის კონცენტრაცია, ტემპერატურა და არტერიული წნევა. დანარჩენი დამატებითი მონიტორინგი უკვე არის ეგრეთ წოდებული advanced მონიტორინგის სისტემა, რომელიც იქედან გამომდინარე თუ რა საშუალება აქვს იმ ჰოსპიტალში ინტეგრირებულ ანესთეზიის დეპარტამენტს, იმაზე არის დამოკიდებული. დღეს მე მინდა გავამახვილო ყურადღება EKG-ს მონიტორინგზე და მინდა ვთქვა, რომ EKG-ს მონიტორინგი მანდატორულია ნებისმიერი ოპერაციის დროს, ეს იქნება პროცედურული სედაცია თუ სხვა ნებისმიერი ტიპის ჩარევა, რომელიც მიმდინარეობს ზოგადი ანესთეზიით, ან ინტრავენური ანესთეზიით, თუნდაც სპინალური ანესთეზიით. პრინციპში ნებისმიერი ანესთეზიის დროს ჩვენ ვაკონტროლებდეთ გულის ცემას, მის სიხშირეს და ასევე მინდა პატარა მონაკვეთი აღვნიშნო, EKG-ს მონიტორინგი არ არის მხოლოდ საკმარისი, ასევე ყველა მონიტორს უნდა ჰქონდეს ST სეგმენტის ანალიზატორი, რომელიც გვაჩვენებს ყველა განხრებში რა პროცესები მიმდინარეობს ანესთეზიის დროს. ST სეგმენტის ანალიზატორი ჩვენ გვაძლევს საშუალებას იმისთვის, რომ დეტექცია მოვახდინოთ ნებისმიერი ისემიური პროცესის, რაც შეიძლება მიოკარდიუმში განვითარდეს ანესთეზიის დროს. ამიტომ მინდა ყველა ერთხელ კიდე დავიმახსოვროთ, რომ EKG-ს მონიტორინგი არის ძალიან მნიშვნელოვანი და ბევრი გართულების გამორიცხვა და დადგენა არის შესაძლებელი ისეთი სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობის, როგორც არის მაგალითად მიოკარდიუმის ინტრაოპერაციულად განვითარებული მიოკარდიუმის დაზიანება, ეს იქნება ინფარქტი თუ სხვა კორონარული სპაზმით გამოწვეული ინფარქტის წინა პერიოდი. მე მინდა უშუალოდ ეხლა გავაკეთო აქცენტი მინდრეის N17 მონიტორს რა ფუნქცია აქვს EKG-ს, მათ შევდივარ touch screen-ზეა, როგორც აღნიშნე და შეგვიძლია რამდენიმე ფუნქცია აღვირჩიოთ, შეიძლება იყოს ნორმალური, როცა არის ვთქვათ ორგანხრიანი, ვხედავთ მხოლოდ და მხოლოდ ორგანხრას, შეგვიძლია გავაკეთოთ half screen-ი, სადაც დავინახავთ ყველა განხრებს, როგორც AVRs, AVFs, პირველს, მეორეს, მესამეს, მეოთხეს და AVLs. და ეს ნიშნავს, რომ ყველა კედელი კონტროლირებადია, ასევე გვაქვს ST სეგმენტის ანალიზატორი ყველა რეგიონის მიხედვით მიოკარდიუმის. შეგვიძლია ეს გავაკეთოთ როგორც full screen-ზე გამოვიტანოთ და მთლიანად გქონდეს და სხვა პარამეტრები გადაინაცვლებს ასე ვთქვათ მონიტორის მარჯვენა მხარეს და მთლიანად დავინახავთ EKG-ს. გარდა ამისა, რა ფუნქცია შეიძლება გქონდეს ამ მონიტორს, მაგალითად ხშირი არის ანესთეზიების დროს, როცა ხდება კაბელის დისკონექცია, ნახეთ, რომ სადღაც მოხდა დისკონექცია ელექტროდის, გვიწერს lead off, ვაწვევით და გვაჩვენებს სად არის ამ ძვალი, გვინთებს და აღარ გვიწევს, ასე ვთქვათ, ძებნა, რომელი ელექტროდის პრობლემა გვაქვს. ამის თქმა მინდოდა დღეს ჩემ ვიდეო მიმართვაში, თუ რამდენად მნიშვნელოვანია EKG მონიტორინგი ნებისმიერი ანესთეზიის დროს და ეს არის ამერიკის ანესთეზიოლოგთა ასოციაციის რეკომენდაცია, რომ ნებისმიერი პაციენტი, რომელიც გადის ნებისმიერი ტიპის ანესთეზიას, მას უნდა ჰქონდეს აუცილებლად EKG მონიტორინგი, რათა თავიდან იქნას აცინებული ყველა ეს გართულებები, რომლებიც შეიძლება იყოს ასოცირებული ანესთეზიოლოგურ ჩარევასთან.